დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. საუბრობთ ადამიანზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა ნებისმიერ საზოგადოებაში და ამიტომ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო არის ადამიანის ფიზიკური, მენტალური, სოციალური კეთილდღეობა, რაც ჯანმრთელობას წარმოადგენს და ადამიანის ცხოვრების ფაქტორები, რომელთა დამსახურებით ჩვენ შეგვიძლია გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე და გავზარდოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხი. ამის შესახებ საუბრობთ ყოველდღიურად მიუხედავად თარიღებისა, თუმცა დღევანდელი თარიღი მთელი მსოფლიოსთვის არის თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. უფრო მეტიც, დღევანდელ თარიღს უკავშირებენ ფრაზას თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღე და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ თამბაქოს კვალზე, ადამიანის ცხოვრების ამა თუ იმ ფაქტორთან მიმართებაში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ წლევანდელი მთავარი სათქმელი, რატომღაც კვებას რომ დაუკავშირდა. უშუალოდ დაუკავშირდა თუ არა კვებას, ამას მოგვიანებით გავარკვევთ, მაგრამ კვებასთან ასოცირებული ფრაზები რომ არის მთავარ სათქმელში, ეს ნამდვილად ასეა, რადგან მთავარი სიტყვა და მთავარი წინადადება ასე ჟღერს დღევანდელ თარიღთან მიმართებაში. ეს არის სათქმელი პროფესიონალებისა, როდესაც თამბაქოს ინდუსტრიას აქვს საბავშვო მენიუ. რაც გულისხმობენ, ჩვენ ამაზე გუშინაც ვისაუბრეთ და აუცილებლად დღესაც ვისაუბრებთ, თუმცა რატომ არის ასეთი მიმზიდველი ნიღაბი, რომელიც თამბაქოს წარმოებამ მოირგო და რატომ არის განსაკუთრებით მიმზიდველი ეს მოზარდებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ეს უკავშირდება იმ ასოციაციებს, რომელიც ჩვენ კვებასთან დაკავშირებით გვაქვს. რასაკვირველია, საკვების ამოცანა არის დაგვანაყროს. საკვების ამოცანა არის ენერგიით და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით მოგვამარაგოს. რა თქმა უნდა, საკვების ამოცანა არის მოგანიჭოს სიამოვნება. საკვების ამოცანა არის უზრუნველყოს სოციალური კომუნიკაცია, რომელიც ყალიბდება კვების დროს. მაგრამ, როგორც ირკვევა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ემოციური კვალი აქვს ნებისმიერ საკვებ პროდუქტს და მასთან დაკავშირებულ ისტორიებს, იმიტომ რომ ჩვენში ემოციას აღძრავს კონკრეტული განცდები, რომელიც უკავშირდება ფერს, სუნს, გემოს, მრავალ სხვა შეგრძნებას, რომელიც საკვებთან გვაკავშირებს და ასეთ შემთხვევაში ეს შეგრძნებები შეიძლება იყოს გამოყენებული სატყუარად, მაშინ როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად თამბაქოს გავლენაზე. დღეს მე ამაზე დეტალურად აღარ გესაუბრებით, მე აუცილებლად ვეცდები დღევანდელი ჩვენი საუბარი მოემსახუროს ერთ მთავარ ამოცანას, როდესაც ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამბაქოს სისტემატური მოხმარება ცვლის ჩვენი კვების მოდელს და ამავე დროს კვება შეუძლია თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები შეამციროს. როგორ? ამაზე უკვე ჩვენი დღევანდელი კვების შუქნიშანი მოგითხრობთ. კაცობრიობას დასჭირდა დაახლოებით 4 საუკუნე იმისთვის, რომ თამბაქოს მოხმარება ადამიანის ცხოვრების მავნე წესად მიიღო და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბრობდით თამბაქოს სისტემატურ მოხმარებაზე, ჩვენ გვესაუბრა დამოკიდებულების ფორმაზე, რომელსაც ნიკოტინ დამოკიდებულება ჰქვია და შეცვლილ ცხოვრების წესზე, რომელსაც შეუძლია ყველა სისტემაზე იქონიოს გავლენა. მაგრამ კიდევ უფრო მეტი დრო დაჭირდა თქვენ წარმოიდგინეთ კაცობრიობას იმისთვის, რომ მიეგნო კვებითი გასაღებისთვის, იმისთვის, რომ დაედგინა დიახ თამბაქოს მოხმარება ცვლის კვების მოდელს და კვებას შეუძლია თამბაქოს მავნე შედეგების დაძლევა, თუ რასაკვირველია შესაბამისი დამოკიდებულება და შესაბამისი ცოდნა განწყობა გვექნება. მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი ეტაპი გაიარა სამედიცინო საზოგადოებამ. მაგალითად, უამრავი კვლევა დასჭირდა იმის დადგენას, რომ თამბაქოს გადამუშავების დროს წარმოქმნილი
ბენზპირენი ნამდვილად ემუქრება და საფრთხეს უქმნის ბეჯგუფის ვიტამინების სტატუსს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ზოგადად თამბაქოს თერმული გარდაქმნის შედეგებზე, რადგან წვის პროცესში უამრავი სხვადასხვა მავნენითიერება წარმოიქმნება და მათი დამსახურებით შეიძლება დაზარალდეს ბეჯგუფის ვიტამინების სტატუსი. გასათვალისწინებელია ზოგადად მაგალითად სწორედ თამბაქოს მოწევის პროცესში თერმული ზემოქმედება პირის ღრუს ლორწოვანზე და ზოგადად კუჭნატლავის ტრაქტზე. ის დისონანსი, ის წონასწორობის დარღვევა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს თამბაქოს მოხმარებამ პირის ღრუში არსებული ბაქტერიების მიმართ და ზოგადად კუჭნატლავის ტრაქტის მიკრობიომისა და მიკრობიოტას მიმართ. რაც საკვირველია, თითოეულ მათგანზე, თითოეულ ამ კომპონენტზე შეგვეძლოთ ცალკე გვესაუბრა, მაგრამ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებმაც გადაწყვიტეს თამბაქოზე უარი თქვან, ან ჯერ კიდევ რჩებიან წეველები. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს შევუმსუბუქოთ ის შედეგები, რაც მოაქვს თამბაქოს მოხმარებას და ასეთ შემთხვევაში საკვები პროდუქტებით შეგვიძლია თუ არა ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა შევცვალოთ. აღმოჩნდა, რომ შეგვიძლია. მაგალითად, დადგენილია, რომ C ვიტამინის სტატუსი მკვეთრად შეცვლილია წეველი ახალგაზრდების ორგანიზმში. უფრო მეტიც, დადგენილია, რომ ქალბატონი, რომელიც ეწეოდა ორსულობის დადგომამდე და მით უფრო მოიხმარს თამბაქოს, რაც ნამდვილად არ არის მისაღები, მაგრამ მაინც მოიხმარს თამბაქოს ორსულობის პერიოდში, მას მკვეთრი დეფიციტი შეიძლება ჰქონდეს C ვიტამინის. რასაკვირველია, ჩვენ აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვისაუბროთ C ვიტამინის ნაკლებობის შედეგებზე, რომელიც რკინის შეთვისებას უკავშირდება, ანემიის, ანუ სისხლის ნაკლებობის რისკს უკავშირდება, ძვალსახსართა სისტემის ფორმირებასაც კი უკავშირდება, აღარაფერს ვამბობ მაგალითად კოლაგენის, სისხლძარღვის კედლის ჯანმრთელობაზე და მრავალ სხვა ფაქტორზე. მაგრამ დღევანდელი ჩვენი სათქმელი იმისათვის, რომ გაბნეული არ იყოს, იმისათვის, რომ ბევრ ფაქტორზე ერთდროულად არ ვისაუბროთ, გადავწყვიტე ერთი ქოლგის ქვეშ მოვაქციოთ და ამ ქოლგას ჰქვია ანტიოქსიდანტები. რატომ ანტიოქსიდანტები? ჩვენ შევთანხმდით, რომ გარემოს მავნე გავლენა ჩვენს ორგანიზმზე ნიშნავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას. მზის სხივებთან პირდაპირი ექსპოზიცია ნიშნავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას. წეველობაც თავისუფალი რადიკალებია და ამ თავისუფალი რადიკალების გავლენით უამრავი რამ ფუჭდება ჩვენს ორგანიზმში. როგორ დავუპირისპიროთ საკვები ამგვარ თავისუფალ რადიკალებს? აღმოჩნდა, რომ საკვებ ნივთიერებებში არის ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელსაც ჰქვია ანტიდამჟანგავები, ანუ ანტიოქსიდანტები. საკმაოდ დიდია ეს ჯგუფი და უამრავ სხვადასხვა ნივთიერებას აერთიანებს. მე გაგახსენებთ, რომელი ვიტამინები შეიძლება ჩამოვთვალოთ ამ ჯგუფში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის A ვიტამინი და მისი წინამორბედი ნივთიერებები, რომელსაც კაროტინები ჰქვია. ეს არის C ვიტამინი, ეს გახლავთ E ვიტამინი, ასევე გასათვალისწინებელია სხვადასხვა სახის მინერალი, მათ შორის როგორიც არის სელენი და სელენთან ერთად კომბინაციაში მნიშვნელოვანი იქნება რკინისა და თუთიის როლის გათვალისწინებაც. სად უნდა ვიპოვოთ ეს ნივთიერებები და სად არის ანტიოქსიდანტები? ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ თეფშზე სულ ცოტა 5 ფერის, სულ ცოტა 5 ჯგუფის საკვები ნივთიერებები უნდა იყოს. რა ქმნის ამ ჯგუფებს? ეს არის ბოსტნეული, ეს არის ხილი, ეს არის მარცვლეულ-ბურღულეული, ეს არის სხვადასხვა სახის ცილოვანი კომპონენტი და საგანგებოდ რძის ნაწარმი უნდა განვიხილოთ. მაგრამ რომელ დასახელებულ პროდუქტებში უნდა ვეძებოთ სწორედ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები? ეს გახლავთ გარკვეულწილად მარცვლეულ-ბურღულეულში თლიანი დაუმუშავებელი, როდესაც არის, მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობით ეს არის ბოსტნეულსა და ხილში გაბნეული. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ აუცილებელი კომბინაცია მარცვლეულის, ბურღულეულის, თხილეულის, სხვადასხვა სახის თესლის, ცხადია ცილოვან კომპონენტთან შეხამებით, ცხოველურ ცილოვან კომპონენტთან შეხამებით, აუცილებლად დიდი რაოდენობით ბოსტნეულისა და ხილის ჩართვით. ჩვენს მაგიდაზე, რომელსაც თეფშის ფორმა აქვს, სინამდვილეში არის ერთგვარი შუქნიშანი, პროდუქტებით შექმნილი შუქნიშანი. და ეს პროდუქტები მხოლოდ და მხოლოდ იმას გვახსენებს, რომ მრავალფეროვნება ნიშნავს იმას, რომ მრავალ ფერთან არის ასოცირებული ესა თუ ის საკვები ნივთიერება. და მრავალფერია
ანტიოქსიდანტები. სხვადასხვა შეფერილობა აქვს, სხვადასხვა პიგმენტის სახე აქვს ამ ანტიოქსიდანტებს და გვიცავს ერთი მხრივ თამბაქოს მავნეზე გავლენისგან და ამავე დროს გვიცავს დაბერებისგან, კიბოსგან, ანთებისგან. ამგვარი დაცვა სჭირდებათ მხოლოდ მწველებს, რასაკვირველია არა, რადგან თანამედროვე რეალობაში აქტიური მწველების დამსახურებით თამბაქოს გადამუშავების პროდუქტები ზარალდებიან პასიური მწველებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ასეთივე დაცვა თავისუფალი რადიკალებისგან სჭირდებათ არა მხოლოდ მწველებს, არამედ არამწველებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც უნებურად დაზარალდებიან ხოლმე უფროსების არჩევანის დამსახურებით თამბაქოს გადამუშავების პროდუქტებით და ასეთ შემთხვევაში მრავალფეროვნება რაციონში ხილი და ბოსტნეული, მწვანე ფოთლოვანი მცენარეები, ნებისმიერი მწვანე ბოსტნეული, ყვითელი, ნარინჯისფერი, მოწითალო პროდუქტები ქმნის სწორედ იმ კაროტინების ჯგუფს, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინის სინთეზს უწყობს ხელს და რომელიც გვიცავს თამბაქოს მავნე გავლენისგან. აქვე გასათვალისწინებელია ყველა ის პროდუქტი, რომელიც როგორც გითხარით, C ვიტამინის და B ჯგუფის ვიტამინების კომბინაციით გამოირჩევა, E ვიტამინის ჩართულობით გამოირჩევა და ასეთ შემთხვევაში ავოკადოს გამოგვადგება, სიმინდის გამოდგება და რასაკვირველია ლიკოპენის დიდი რაოდენობით შემცველი პომიდორიც, საზამთროც, გრეიფრუტიც ან სულფორაფანის შემცველი ბროკოლი. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ცალკეული პროდუქტის ცოდნა საკმარისი არ არის, აუცილებელია ამ პროდუქტების ურთიერთშეხამება და კომბინაცია ისე, რომ ყოველდღიურ რაციონში 300-400 გრამ ხილსა და ბოსტნეულზე ნაკლები არ მოვიხმაროთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს მოხმარება გადავანაწილოთ ულუფებად, ისე რომ დღე-ღამის განმავლობაში ჩვენ გავითვალისწინოთ არა მხოლოდ საერთო რაოდენობა, არამედ ჯერადობა ამ პროდუქტების მიღებისა და ასეთ შემთხვევაში დღეში 4-5 ულუფა გახსოვთ თქვენ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ეს არის პროფესიონალების რეკომენდაცია, ასე ვახერხებთ, ვერ ვახერხებთ. ადამიანები დღის განმავლობაში ბევრჯერ ეწევიან სიგარეტს, მაგრამ სამწუხაროდ არ ყოფნით დრო და არც მოთმინება, არც სურვილი იმისთვის, რომ დღეში რამდენჯერმე ბოსტნეული და ხილი მიირთვან. არა და პრობლემის გაწონასწორების ერთ-ერთი გასაღები შეიძლება იყოს კვებაში და განსაკუთრებით კვებაში იმ შემთხვევაში, როდესაც პასიური მწველები უნდა დავიცვათ. ჩვენ განსაკუთრებით გვაღელვებს ხოლმე პასიურ მწველთა შორის ბავშვების მდგომარეობა, ამიტომ ჩვენი ვიდეო რჩევა კიდევ ერთი შეხსენება. მწველი მშობლების საყურადღებოდ. მწველი ადამიანების ოჯახში ბავშვს უფროსებთან გათანაბრებული ავადობის რისკი აქვს. მწველი მშობლების შვილები ყველაზე ხშირად ხდებიან ნიკოტინ დამოკიდებულები. მწველი ორსულის შვილს მაღალი ალბათობით 6-7 წლის ასაკში გამოუვლინდება ბრონქული ასთმა. მწველებს უფრო ხშირად ემართებათ რესპირაციული დაავადებები, ვიდრე არამწველებს. ელექტროსიგარეტის შესახებ უნდა იცოდეთ, რომ მომხმარებელი იღებს ნიკოტინს ტრადიციული კანცეროგენული ეფექტით. ამასთან ნიკოტინს მოიხმარს სუფთა, გაფილტრული სახით. ნიკოტინის დოზა უკონტროლოა. დამატებულია ანთების ხელშემწყობი არომატიზატორები, გლიცერინი, რომლის გავლენა სასუნთქ სისტემაზე შესწავლის პროცესშია, დამატენიანებლები, აქვს აფეთქების საფრთხე. ელექტროსიგარეტის მომხმარებელი მოზარდები უხშირესად თამბაქოს მწველები ხდებიან. ჩილიმი, ბუხარი, ზოგადად ღია ცეცხლი არის კვამლის წყარო და სისტემატური გამოყენებისას ზრდის სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების რისკს. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. როდესაც საუბრის დასაწყისში მე ვახსენე ფრაზა, როგორც ცვლის თამბაქოს მოხმარება კვების მოდელს, თითქოს არც კი განმარტე. და ახლა სწორედ ის დროა, რომ აუცილებლად გითხრათ. საერთაშორისო მასშტაბით ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს მწველობის ჩვევა, მას ასევე აქვს უპირატესობა საკვებთან დაკავშირებით და ასეთ შემთხვევაში ის არჩევანს აკეთებს სწრაფი კვების პროდუქტების სასარგებლოდ, პროცესირებული პროდუქტების სასარგებლოდ, რაფინირებული პროდუქტების სასარგებლოდ და ასე შემდეგ. რეალურად აღმოჩნდა ასოციაცია მწველობისა,
არაჯანსაღკვების მოდელთან. ყველასათვის ასეთი უნივერსალურია ეს შედეგი, რასაკვირველია. არა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მწეველობასთან ასოცირებული არაჯანსაღი კვების მოდელი სამწუხაროდ დადასტურდა. მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ კიდევ თანმხლებ მდგომარეობებზე, ეს გახლავთ სწორედ ის განცდები, რომელიც კვებასთან გვაკავშირებს სუნი, გემო, მაგალითად შეხებისას სხვადასხვა აღქმა და ასეთ შემთხვევაში ჯვარედინი ასოციაციები ადამიანისთვის აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი. თუ კარგად გადავავლებთ თვალს საკუთარ ისტორიას ან ჩვენს გარშემო მწეველების ისტორიას, აღმოვაჩენ, რომ ძალიან ბევრ მათგანს და ბევრ ჩვენგანს შეიძლება მოსწონდეს ორი სხვადასხვა პროდუქტის ერთდროული გამოყენება. მწეველების შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ეს შეიძლება იყოს მაგალითად ყავის და სიგარეტის შეხამება. საგემოვნო თვალსაზრისითაც და რაც თავარია ჩვევითი თვალსაზრისით უფრო მეტიც აღმოჩნდა, რომ ამ ორი პროდუქტის ერთდროული გამოყენება ჩვევებს კიდევ უფრო განამტკიცებს. და ხშირ შემთხვევაში ეს ჩვევა იმდენად სასიამოვნო შთაბეჭდილებებს და განცდებს, მოგონებებს აღძრავს, რომ ადამიანები ვერ ელევიან ამგვარ ჯვარედინ განმტკიცებას, ანუ ჩვევას, რომელიც ძნელად დასაძლევია და ძნელად დასაშორებელია ერთმანეთისგან, ასეთ შემთხვევაში ყავა და სიგარეტი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუ ჩვენ ჩვევაზე ვსაუბრობთ, ჩვევის ჩანაცვლებისათვის ძალიან ხშირად გამოყენებული არის ისევ პროდუქტები, რომელთა რისკი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, მწეველობისაგან გაქცევისთვის ადამიანები ხშირად იყენებენ სხვადასხვა ტიპის სასუსნავს და ნუგბარს. და ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც მწეველს აკრძალვის ფაზაში, შეზღუდვის ფაზაში, სურვილის დაკმაყოფილებისთვის რაღაც სჭირდება. ეძებს ასეთ გემოს და განცდას და აი ამ გემოს პოულობს კონკრეტული პროდუქტების სახით და ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ტკბილეული. რა თქმა უნდა, თამბაქოზე დანებება თავის ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ ჩვენ ვიწყებთ ჩვევის ჩანაცვლებას, ერთი პროდუქტის შეცვლას მეორე პროდუქტით, ჩვენ არ დავძლებთ დამოკიდებულებას და გამოდის, რომ ადამიანი რჩება დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში ადამიანი დამოკიდებული ხდება ტკბილეულზე და ის, რომ ტკბილეულზე დამოკიდებულება ჩვენი ჯანმრთელობისათვის მაინც და მაინც სასარგებლო არ არის, დიდი რაოდენობით ტკბილეულის რელაქსანტად, მომადუნებლად გამოყენება მაინც და მაინც სასარგებლო არ არის და ყველა ჩვევის ჩანაცვლება ტკბილეულით მაინც და მაინც სასარგებლო არ არის, მე ვფიქრობ, ამას ჩემი განმარტება არ სჭირდება. მაგრამ არის მდგომარეობა, როდესაც მიუხედავად სამედიცინო მტკიცებულებებისა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ რისკები. მაგალითად, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რატომ არის სტაფილო ასეთი სასარგებლო თავისი ყვითელ ნარინჯისფერი ელფერით, რომლის მიღმაც იგულისხმება კონკრეტული ნივთიერებები, კაროტინები, განსაკუთრებით ბეტა-კაროტინი, რომელიც ავიტამინის სამშენებლო მასალაა, ასე ვთქვათ, წინამორბედი მდგომარეობა. და უფრო მეტიც, მე არაერთხელ მომიყოლია თქვენთვის, როგორ გამოიყენეს მთავარ სათქმელად მწეველობის შედეგების გასანეიტრალებლად მედიკოსებმა ფრაზა მწეველებო მიირთვით შეიძლება მეტი სტაფილო. ერთია სტაფილო და მეორეა ის გამოცდილება, რომელიც სამედიცინო საზოგადოებამ მედიკამენტებად აქცია. ეს არის კონკრეტული ვიტამინები და განსაკუთრებით ბეტა-კაროტინი და ავიტამინი, რომელიც მწეველებისათვის რეკომენდებულ პროდუქტად იქცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ მხოლოდ კონკრეტული კვლევებით შეჩერდა ეს პროცესი და შეჩერდა რეკომენდაციით ამ ნივთიერებების ზომიერ მოხმარებასთან დაკავშირებით ერთადერთი მიზეზით. გადაჭარბებული არც ყველაზე რეკომენდებული პროდუქტია მიზანშეწონილი და უფრო მეტიც, როდესაც სინთეზური გზით მიღებული ამ ნივთიერებებით დატვირთვა დაიწყეს ადამიანების, აღმოჩნდა, რომ ამან სასუნთქი სისტემის ონკოლოგია წაახალისა. რატომ არის ასეთი რისკები გასათვალისწინებელი? რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია სტაფილოში არსებული ნივთიერებები ტაბლეტებად და აბებად ვაქციოთ. დღეს მედიცინა შეუძლია ნებისმიერი მცენარის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები წამლებად გამოიყენოს. მაგრამ რითი განსხვავდება სტაფილოს ჩახრაშუნება, სტაფილოს მირთმევა მედიკამენტების მირთმევისგან? განსხვავდება არსებითად, იმიტომ რომ
როდესაც ჩვენ საუბრობთ ხელოვნური გზით მიღებულ პროდუქტებზე, ეს არის სინთეზური. გარდა ამისა განსხვავდება იმით, რომ როდესაც ჩვენ სტაფილოს მივირთმევთ კაროტინების შესავსებად, ჩვენ ამ კაროტინებთან ერთად უამრავ სხვა ნივთიერებასაც ვიღებთ მასთან კომბინაციაში და მესამე, როდესაც საუბრობთ ბუნებრივი სახით, მაგალითად E-ვიტამინზე ან კაროტინებზე, ეს არის დიდი ქოლგა, რომლის ქვეშაც უამრავი სხვადასხვა სახის E-ვიტამინის ვერსია და კაროტინია გაერთიანებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქიმიური გზით მიღებული ერთადერთი ფორმულა ვერ იქნება ბუნებრივი ანალოგის ტოლფასი და საბოლოო ჯამში, რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი, აუცილებლად გეტყვით. დიახ, თამბაქოს მომხმარებლებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული კვების მოდელი. თამბაქოს მომხმარებლებმა შეიძლება შეუქმნან თავისუფალი რადიკალების დატვირთვის რისკი საკუთარ ორგანიზმს და გარშემომყოფ არამწეველებსაც, რის გამოც დღეს თანამედროვე რეალობაში ანტიოქსიდანტების მოხმარება კვების სახით, საკვებ პროდუქტებში არსებული სხვადასხვა კომპონენტების სახით გვჭირდება ყველას, მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა მწეველები და როდესაც თამბაქოზე უარის თქმის გადაწყვეტილებას ვიღებთ, გავითვალისწინოთ, რომ ორგანიზმის ზოგად გათავისუფლებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს საკვები პროდუქტები და ასეთ შემთხვევაშიც ძალიან ეფექტიანად შეიძლება გამოვიყენოთ სწორი კვების მოდელი, ჯანსაღი კვების მოდელი და განსაკუთრებით ანტიოქსიდანტები. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.